Პირფასო რადიო მსმენელებო, Facebook გვერდის მაყურებელო და ტელემაყურებელო და ჩვენი სტუმარი, როგორც გითხარით, ქალბატონი მარიკა საღინაძე, ჯანმრთელობის საერთაშორისო ექსპერტი. მოგესალმებით, ქალბატონო მარიკა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ მობრძანდით და ერთ რამეს გეტყვით, არ ვიცი, მithქვამს თუ არა, ყოველ შემთხვევაში 1-2 გავაჟღერე, მთელი ჩემი ცხოვრება ვფიქრობდი, თუ არ ვიმუშავებდი ტელევიზიაში, ვინ და რა ვიქნებოდი და ვიქნებოდი ექიმი. ძალიან, ყველაზე დიდი პროფესია ჩემთვის არის მასწავლებელი და ექიმი და მე მიხარია ეხლა თქვენთან ერთად რომ ვისაუბრებ ჯანმრთელობაზე, ეს არ არის მარტო ჯანის მრთელობა, არის მენტალური, სულიერი და ასე შემდეგ. და მიხარია რომ მაყურებელი, ჩემი მაყურებელი თქვენ გიცნობთ და მე ვარ ბედნიერი რომ მაქვს ხოლმე იმის პატივი რომ მოხვიდეთ ჩემთან გადაცემაში. პირველი კითხვა. სანამ კითხვას დამისვას ქრისტიანს გავაწევ. ჭეშმარიტად და თქვენს მაყურებელს დიდი მადლობა რომ თქვენვე ხართ ექსკლუზივი, მე სხვას არავის არ ვაძლევ ინტერვიუს. ეს არჩევანი არის ძალიან ხარისხიანი არჩევანი ჩემი მხრიდანაც და ძალიან დიდი მადლობა მისთვის რომ თქვენ ამირჩიეთ რესპონდენტად და მე მაქვს ბედნიერება ჩემი მეგობარი იყოს ჩემივე კორესპონდენტი. დიდი მადლობა, გაიხარეთ. მოკლედ იცით რა, რაც მაწუხებს მუდმივად. ამ კითხვაზე მე ვერ გავეცი პასუხი. შეიძლება რთული კითხვა, შეიძლება თქვენთვის ადვილი, არ ვიცი, ახლა მოისმენს მსმენელიც და მაყურებელიც. ესეთი რამ მაწუხებს. მე მაგალითად ვიცი, რომ არ შეიძლება უძილობა. არ არის, ცუდია. მაინც წვები შუაღამისას. არ შეიძლება ღამით კვება, მაინც ვიკვებები. ბევრი რამე, ადრე არ ვიცოდი რომ სიგარეტი ძალიან ცუდია, მაინც ვეწეოდი. ჩემი კითხვა რაში მდგომარეობს? ადამიანებმა იციან ბევრი რამე, მაგრამ არაფერს არ აკეთებენ იმისთვის, რომ იყვნენ ჯანმრთელები. რა ხდება ჩვენს გონებაში ამ დროს? საკაცობრიო შეკითხვა გაგეჩნდათ და ერთხელ სხვათა შორის თქვენ ერთ-ერთ ლაივზე თქვით, დასვით ეს შეკითხვა, მაშინ დავფიქრდი, გითხრათ სიმართლე. მართლაც, ნამდვილად ღრმა შეკითხვა და პასუხი ვერ იქნება ზედაპირული. ამის უფლებას ჩემ თავს ისედაც არ მივცემდი, მაგრამ რამოდენიმე აქცენტს გავაკეთებ, მაშინ რომ ცოდნოდო რომ შეკითხვას დამისვეთ, მოვემზადებოდი ნამდვილად. მაგრამ მე რა მგონია, მე რატო ჩემი თავიდან გამოვალ, რომ არ ვიჭკვიანო ესე რომ ვთქვათ, ხო? მე მაინც მგონია, რომ თავისუფლების ფენომენია. როცა აკეთებ იმას, რაც აკრძალულია, შენს თავში იდენტობის ფაქტორს პოულობ, ანუ გაკეთებ განსხვავებულს, შეიძლება ის ცუდია, მაგრამ გარკვეულ კომპლექსში, გარკვეულ პერიოდში, გარკვეულ ასაკში ის განსხვავებული თუნდაც ცუდი შენს იდენტობაზე საუბრობს, შენს თავისუფლება მოყვარეობაზე საუბრობს. მეორე მომენტი ხა სუფთა ბიოლოგიურად თუ მივიდგებით, ყველაფერი რაც არ კრძალულია, ეს დოფამინია. სიამოვნების ეკვივალენტი. ანუ მაგალითად ძალიან გემრიელი კატლეტი მახსოვს დედაჩემი აკეთებდა საოცარ კატლებს. უგემური იყო და სადღაც სამზარეულოში რომ მივდიოდით, ზოგადად სკოლის სამზარეულოში ნახევრად რომ შავი პურიდან კეთდებოდა, ის უფრო გემრიელი გვეჩვენებოდა, ხო? ეს მომენტი არის. კიდევ მგონია მაინც რომ რისკის ფაქტორია. საკუთარ თავთან გადიხარ რისკის ელემენტს. მოდი გავრისკავ, აბა რა იქნება. იმიტომ რომ ჩვენ ხო შეცდომებზე ვსწავლობთ, ბატონო, თუ ამ შეცდომებს არ დაუშვებთ, ფაქტიურად ისეთი ფენომენალური რამ, რასაც საკუთარი შეცდომები და მიღებული გამოცდილება ქვია, კარგავს თავის პირველ ყოფილ სახეს. მე ალბათ კიდევ ის მომენტია, რომ იდენტობის და თავისუფლების ფონზე სიამოვნებას რომ თავი დავანებოთ, მაინც ადამიანში დევს აკრძალულის შიში და სიყვარული ერთბაშად. ეს ხო ბიბლიური საწყისიც კი ეს არის, რაც აიკრძალა ის მოხდა სწორედ, ხომ? ასე თუ გადავხედავთ, არ მიკვირს, მაგრამ ვისურვებთ სხვაგვარად. თუმცა შინაგანად მაინც ყველა თუ ყველაფერს კარგად გააკეთებს, ძალიან არასაინტერესო იქნება ჩვენი ცხოვრება. ხო, ნახეთ, ახლა ძალიან უცნაურ რაღაცას გეტყვით.
მე დავიწყე იმის აკრძალვა, რაც არის მავნებელი. ძალიან გამიჭირდა. და გამოგდით? ნახევრად გამომდის და გეტყვით ერთ რამეს, გამახსენდა ჩემი ძველი დაპირისპირება ჩემთავთან. თავისუფლება. ერთ მშვენიერ დღეს, დაახლოებით 15 წელი იქნება, მივხვდი, რომ მე ვარ თავისუფალი და როგორ მივხვდი, იცით? მივხვდი, რომ მე განვაგებ ჩემ ბედს. ღმერთმა გამაჩინა, მომცა ყველაფერი, ხელი, ფეხი, თვალი, გემო, სუნი, სმენა, ყველაფერი მომცა და მითხრა, რომ ვიყო თავისუფალი. ეხლა მითხრა ეს პირობითად, დიდხანს ვერ ხვდებოდი ამას. და მივხვდი, რომ მე შემიძლია ყველაფერი. თუნდაც სუდიც. აი ეხლა გავიხსენე ეს მდგომარეობა, რომ მე ვარ თავისუფალი, მე შემიძლია ჩემი ბედი განვაგო და ჩემი ბედს მივაღწიე, მივაგენი. ძალიან კარგ პალასაზე ვარ. აი ეხლა მინდა რომ ვიყო ჯანმრთელი. და ამ თემამ რატომ გამიტაცა? აი საოცრად მოხიბლული ვარ თქვენი შვილის ანი ფურცელაძის პროექტით. ახალი მე. მთელი ცხოვრება. აი სულ ახლის ძიებაში ვარ, სულ მინდა აღმოვაჩინო ახალი მე, ოღონდ ეს სათაური ვერ მოვიფიქრე. სასარგებლოც რო იყოს, ხო? ხო, და ვერ მოვიფიქრე და უცბად ანისგან რო გავიგე ახალი მე პროექტი. აი ძალიან ბედნიერი გავხდი და მე ვუსურვებ ყველა ადამიანს აღმოაჩინოს თავისი ახალი მე. აი როგორ შეიძლება მივხედოთ საკუთარ თავს? პირველი ყოვლისა, ღმრთოვანება მინდა გამოვთქვა, რომ აი ამ სხვადასხვა თაობებს შორის ასეთი ტანდემი შედგა თქვენ შორის, ეს იყო ისეთი ლაივ ჩართვა, რომელშიც ღმრთოვანება ვერ დაფარა ორი თაობის წარმომადგენელმა. მე ამ შემთხვევაში ვიტყვები ანისა და თქვენ შორის სადღაც შვა თაობა და აგერ მოვხდი რადიოში ამ ახალი მე სყალობით. ანუ ეს ის თეთრი ფურცელია, რომელიც სადღაც რაღაც ახალ ნაბიჯებს გადმევინებს, ხო? ვერაფრით ვერ დავიწყებდი, ბატონო. საქმე იმაშია, რომ მე ვფიქრობდი უკვე, რომ მე ჩემს პროფესიაში ისე ვარ ღრმად შეჭრილი და ისე შეყვარებული და ისე აღფრთოვანებული იმით, რომ შემიძლია ადამიანის სხეულის გადარჩენა, კიდე თუ რამე შემეძლო არ მეკონა და უცებ ვხედავ, რომ გია ჯაჯანიძეს მისი არანორმალური გრაფიკიდან გამომდინარე, მუდმივად ტელეფონზე, ეკრანზე, ფოტოსესიაზე, იქ, აქ და ამბობს და მე დავიწყებ და შენ ამ დროს დედამ შეიძლება თქვა ვარი, რომლის არც მორალური უფლება. აი, შინაგან თავში ვეძებდი ძალას არ მეთქვა შვილისთვის არა. თანაც შვილს, რომელსაც ასე ძალიან ჭირდება ეხლა ჩემი არა მხოლოდ როგორც დედის და ექიმის დახმარება, არამედ როგორც მონაწილის დახმარება და აგერ ლეგენდარული გია ჯაჯანიძე უნდა მე თვითონ ჩავერთვები, ხო მე თვითონ ნახავ ახალ ას და თქვენ თუ ახალ მესეძებს, ახალ ასდან ბემდე გზას ეძებთ. აი რა უფლებით არ ჩავერთვები მე, ან რა უფლებით არ უნდა ჩაერთოს კიდე სხვა ადამიანი და საოცარი შემოძახილია. დიდი მადლობა. მოდი მაყურებელს და მსმენელს პრეისტორია მოუყვეთ, აი რა ხდებოდა, ცოტა რთულია, მაგრამ როგორც პროფესიონალი და არა როგორც დედა ჯერ არ ჩავერთავს ამ თემაში. ამ თემაში რომ დედა ჩართოთ, ალბათ ჩემი დღეს მაკიაჟიც კი გაუკვირდებათ და სამგაული, ხო? ვარ პირველად ცხოვრებაში გავიარე მარხვის უზარმაზარი განსაცდელი და 7 იანვარს ვეზიარი 2025 წელს სამთავროს მონასტერში უბედნიერესი ვარ და 8 იანვარს მირეკავ შვილ და მეუბნება რომ თავში აქვს მეოთხე სტადიის თავის სიმსივნე გლიობლასტომა მეოთხე სტადია. ანუ ამაზე მძიმე დღე დედისთვის არ არის. რა ქენით? აი ეს პირველი მახსოვს რომ დამეკეტა ყბები. ანუ მე განსაცდელში კი არა ზოგადად როცა რაიმე პრობლემა დგას, თქმა ვიცოდი ადრე
აი გველივით ცივი ვხდები მეთქი რომ არაფერი გამომჩეს, აი დეტალი არ გამომეპაროს და მე დედა ჯერ არ ჩამირთავს, ბატონგია, მაგ ჩართული ადამიანი, რომელსაც სხვათა შორის განსაცდელში შემიძლია მაქსიმალური მობილიზება, გადაწყვეტილების სწორი, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ნაბიჯების გადადგმა, არა შენ სასარგებლოდ მხოლოდ, არამედ სხვა პიროვნების სასარგებლოდ და აი ერთი ეს მახსოვს რომ თქვი რომ აჩვენეთ სასწრაფოდ. თქო როგორც კი დავხედე ეს ემბრიონია მეთქი თავში. პატარა ბავშვია თავში მეთქი და ნუ რა თქმა უნდა იმ წუთში იმ ეკრანების მიღმა გერმანიდან ჩემი შვილი რეკავდა მისი ოჯახი, ჩემი სიძე დედამთილი. მე ბავშვის სახეზე ვიგზენი იმედის ჩასახვა რომ ეს არ არის სტანდარტული გლიობლასტომა და აგიხდათ ყველაფერი კაი თუ ამას კარგად ახდომა ქვია. საუკეთესო ქირურგმა გადაწყვიტა მისი ოპერაცია 14 იანვარს ჩატარდა, რადგან ეს ნამდვილად არ არის ჩვეულებრივი. ანუ თეორიულად არის დადებული, მაგრამ გლიობლასტომის შესახებ ბევრი რამიც ვიცით უკვე ბოლო 30 წელია, მაგრამ ის ფორმა რომ კონდეს კეთილთვისებიანიც, მუტაციურიც, დავთვისებიანი ერთდროულად ისტორიაში არავის არ ახსოვს. და ექიმი დაინტერესდა თვითონ პათოლოგით. ანუ რას გულისხმობ, მე ვფიქრობ რომ ჩემი შვილი დაფეხმძიმდა არა საშვილოსნოთი, არამედ ტვინით. თუ შეიძლება აი ასე ვთქვა, როგორც საერთაშორისო ეს ბიოლოგიური პროცესია, ფსიქოსომატიური ფეხმძიმობა ქვია, ზოგს ქვია მოლეკულარული ცრუ ორსულობა, ზოგს ქვია ტყუპის ცალის ორსულობა. ანუ შესაძლებელია მე მყავდა ტყუპი ანისთან ერთად, მისი განვითარება არ მოხდა, ანი განვითარდა და ანი რომ დაფეხმძიმების პერიოდში შევიდა, დაპროვოცირდა ემბრიონი. ნუ, რა თქმა უნდა, ჯერ კიდე მიმდინარეობს კვლევა 6 კვირა. ჩვენ არ ვიცოდით რასთან მქონდა საქმე, არც ახლა ვიცით სიმართლე გითხრათ. გაკეთდა ურთულესი ოპერაცია, გლიობლასტომა იცით თქვენ რომ თარგმანში ნიშნავს წებოს, ის თუ მიეწება ტვინს შანს არ აძლევს პაციენტს 4-დან 18 თვემდეა სიცოცხლის ხანგრძლივობა, მაგრამ ჩემი შვილის გლიობლასტომა აღმოჩნდა წყალში მოქცეული, როგორც ეს ემბრიონის შვევია მომხოლთან. აი ესეთი ფაქტორა იყო და მოხერხდა მისი 100%-იანი ამოკვეთა, ვესწრებოდი, მეც იქ ვიყავი გერმანიაში. ნუ ის აი ყველაზე რთული იყო საოპერაციოში შვილის გაშვება. აი რა ხდებოდა ნახეთ, იმდენად რთული დაავადება 12-მდე პაციენტი შეიყვანეს იმ დღეს საოპერაციოში, ჩემი შვილი იყო ყველაზე ახალგაზრდა. აი ახლაც კანი მეწვის. მე ტირილის უფლება ჯერ ჩემ თავს არ მივეცი, მაგრამ აი ახლა რომ შეიძლებოდეს, ალბათ ოკეანის ცხრემლები არ მეყოფოდა. და ჩემი შვილი შედის ამ ბოქსში ყველაზე ახალგაზრდა. აი ყველაზე განწირული, ყველაზე ცუდი დიაგნოზით და თუ მანამდე ყველას ამხნევებდა, რომ ხა მომჭრიან და ყველაფერი კარგად იქნება, ყველაზე მაგარი ექიმი მიკეთებს, ყველაზე მაგარი ონკოლოგი ყავს. და აი რაც შეიძლება ევროპაში მოიძიო და მე იკეტება ლიფტის კარები და მე ხვდები რომ ჩემთვის იკეტება სიმშვიდის კარები. აი მე და მე მორიგი ექიმი რა თქმა უნდა გვაყენებდა საქმის ყურშე, ჯერ არ დაწყებულა, გვიან დაიწყო ოპერაცია. ადგილი არ ქონდა ექიმს, 2 წელით იყო გაწერილი გრაფიკი, დილის 7 საათზე ჩაწერა, რომ ანისთვის ეს ოპერაცია გაეკეთებია. და სადღაც ასე 7:30-ზე აი ამ ადგილას ვიგრძენი რომ აი დანით რომ ამოჭრათ გული, აი კანი. ვიგრძენი ესე და ვეუბნები ჩემს სიძეს რომ გიჭველი დაწყებული ოპერაცია აღარა გვითხრესო რომ გვიან დაიწყებოდა წადით სახლებში ხვალ დილით დაგირეკავ. და სადღაც 2 საათში რეკავს ექიმი და ბატონო მესამე სიკვდილი იქ იყო. თუ რეკავს თვითონ საოპერაციოდან ექიმი, ესე იგი პაციენტი გარდაიცვალა და რეკავს საოპერაციოდან ექიმი. თურმე რეკავს მოგვახაროს რომ 100%-ით ამოჭრა და ჩვენ სანამ გავიაზრეთ, მე სანამ გავიაზრე რომ ის რეკავდა სასიხარულოდ და არა როგორც ჩვევიათ გერმანელებს პირდაპირ მიახლიან ხოლმე, ზოგადად მედიცინაში ეს უკვე ნორმა გახდა პირდაპირ. სანამ გავიაზრე, მე არ ვიცოდი რა იყო გერმანულ სიტყვა ზუფა, თუმცა სუპერს ნიშნავს და ჩემი სიძე რომ იძახოდა ზუფას, მე მეგონა რაღაც ცუცი ძახდა და ნუ იქ მესამედ მოვკვდი. და მე უკვე ველოდებით როდის გამოფხიზლდება და ანის პირველი სიტყვა ის იყო რომ მე მეგონა რომ ეხალასოდეს თვალებს აღარ გავახელდიო და როცა ამას გეუბნება შვილი, ანგელოზივით შვილი, რომელსაც ნაკლს ვერ უყოლობ, იმიტომ კი არ არის ჩემი შვილია, იმიტომ რომ სხვებსაც ასე უყვართ და თქვენ ხედავთ სოციალურ ქსელებში 98.9 მხარდაჭერა აქვს, ერთი უარყოფითი წერილი არ მისვლია, 3 მილიონამდე ნახულობა აქვს მის ვიდეოებს, ჩემი შვილი არასოდეს არ ყოფილა სოციალურ მედიაში.
არასოდეს თქვენთან ჩართულობა იყო, პირველი ერთი მცდელობა ჰქონდა უბრალოდ პარიკთან დაკავშირებით და მეორე თქვენთან ჩართულობა. ისე როგორც მე, თქვენ ხართ პირველი ადამიანი, ვისთანაც მე ეთერში გამოვდივარ, სულ რაღაც 5-ჯერ ალბათ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში. მე საერთოდ არ ვაწარმოებ პირდაპირ ლაივებს ან ასეთ ჩართულობას, მაგ დახურული სივრცეები და ესეთი ბავშვი უცებ ხდება ყველასთვის სამაგალითო და ყველასთვის გაკვირვება. იმდენად გაკვირვება, რომ ერთხელ მიწერა არ გჯერა, რომ საერთოდ სიმსივნე გაქვს. არ არსებობს ამ დიაგნოზით ასე გამოიყურებოდე, ასე იქცეოდე, ასე საუბრობდე და აი ამ სიძლიერემ ალბათ თქვენც მოგცათ მუხტი და ათასობით ადამიანს მისცა მუხტი იბრძოლოს სიცოცხლისთვის. მოდით გარედან შევხედოთ რას. ნახეთ, აი ამხელა ძალა. აი ძალა, რომელიც ეხლა სიმსივნე არ არის, კეთილთვისებიანი, აბთვისებიანი, სიმსივნეს რო გაიგებ, იქ რა შეიძლება მოუვიდეს ადამიანს. აი ამხელა ძალა და რესურსი სადაა ადამიანს, საიდან იღებს და მერე ეს ეხლა მე არ ვიცი თქვენთან საუბარი ცოტა მიჭირს ხოლმე, იმიტომ რომ ბევრი ტერმინი არ ვიცი და თან მინდა მიგახვედროთ, გაგაგებინოთ კითხვა. თქვენც გაიარეთ ეს ჯოჯოხეთი. აი თქვენც თქვენი დაავადების თუ ავადმყოფობის, რომელიც იყო წარსულში, ამის შემდეგ დაიწყეთ ადამიანების გადარჩენა და უამრავი ადამიანი ყავთ გადარჩენილი. იგივე ხდება ანის შემთხვევაშიც, იმიტომ რომ ანი დაამთავრა თუ არა ოპერაცია, დაიწყო ეს პროექტი ახალი მე და ცდილობს რომ დაეხმაროს სხვას. ამას ხო უნდა ძალა, ენერგია, ცოდნა, ნიჭი, სიკეთე, ყველაფერი ერთად. საიდან აქვს ეს ადამიანს? ერთი შიში გამოძრავებს, რომ იყო უსარგებლო და დამთავრდეს დრო, რომელიც მისაკუთრებული გაქვს დედამიწაზე. მეორე კიდევ ალბათ კი არა, მასშია მთელი ძალა ზემოდან ბატონო კი ამას ახლა ადამიანური განწესება იოლად მიუსადაგო შეუძლებელია მართლაც რომ თუ არ არის რაღაც ზებუნებრივი ძალა და მესამე რა თქმა უნდა ჩემს ანიში პირველი რაც იყო უფრო ზრუნავდა სხვა აი მე რას ვიტყოდი მისი ძმა რას იტყოდა ხომ არ ვინერვიულებდა ანუ კეთილმოყვარეობა და ადამიანების სიყვარული ზოგადად ან უნდა იყო მატარებელი ან ჯილდოთ უნდა გქონდეს ნიჭიერება რომელსაც სიყვარული ქვია და თუ ეს გაქვს ბრძოლის უნარიანობა იბადება ზუსტად ან შიშით ან სიყვარულით სხვა ვარიანტი არც არსებობს და ანიში შიში იყო რომ ვერ მოესწრო და სიყვარული საერთოდ მოსიარულე ბედნიერებას ვეძახდით ბავშვობიდან მოყოლანი რომ გაგივლის ასე გონია რა ვიცი აი შანელის სუნამოსავით გადის ეს რაღაც შლეიფი მიყვება ბედნიერების შენც გინდა გაყვე და მასთანადაც იცინო აი ქორწილში გვინდოდა გაგვეკეთებინა ფლეშმობი ჰალოს ამბობს რაღაც არაჩვეულებრივად ყველაზე დატვირთულ და უბადრუგ დღეს როცა გონია რომ არაფერი კარგი აღარ მოხდება ანის ჰალო ცulis დედამიწას ის რომ შემოდის და დედამთის შეუდება ჰალო რატო ხარ ცუთხასი ყველაფერი მთავრდება ან მე მეუბნება დედა ხომ არაფერი გტკივა ჰალო მე მოვედი ანუ აი მოსიარულე ბედნიერებაა და იმდენად დიდია სიყვარული სიცოცხლის მასში და იმდენად დიდია შიში რომ ისმა დედამ მეორედ ეს შეიძლება ვერ გადაიტანოს ასე მგონია რომ აი ეს ძალას აძლევს და მეორე კიდე ძალას აძლევს დიდი სიყვარული ჩვენ ფაქტიურად თაფლობის თვეში იყო ანი რომ ეს და დიაგნოზი გაიგო და ნიკას როლი ძალიან დიდი ანუ მისი მეუღლის როლი ძალიან დიდია აი არავის მოფერება ისე არ სიამოვნებს მაინც ნიკას ელოდება ნიკა რას იტყვის ქიმიოთერაპიაზე რომ გაგვიჭირდა მისი დათანხმება მე არაფერი არ მჭირს მე ღმერთი გადამარჯეს ვარს ამბობდა ქიმიოთერაპიაზე და ნიკამ თქვა შენ გაიკეთებ ქიმიოთერაპიას კი გაიკეთე ისე რასაოცარია ადამიანის აი ძალა ენერგია აი ის ღვთიური ნიჭი სიყვარულის აი მე ერთი ვიდეო ნახე როგორ ეფერება დედამთილს როგორ უყვართ და მეც დავიმახსოვრ ქალბატონი ხო და ეს ეხლა რეკლამის დროა მანიშნებენ გავიდეთ რეკლამაზე და აუცილებლად დავბრუნდით ძვირფასო რადიო მსმენელებო Facebook გვერდის მაყურებელო ტელემ მაყურებელო და ჩვენი სტუმარი გახლავთ ქალბატონი მარიკა საღინაძე ჯანმრთელობის საერთაშორისო ექსპერტი
და ადრე კი არა, ადამიანი ცოტა დაუდევარია, გისურვებ ჯანმრთელობას, არც მესმოდა და აი რო შევედი ასაკში, ეხლა ვინმეს რო წერ რაღაცას, პირველი უწერ გისურვებ ჯანმრთელობას და თურმე ეს არის ყველაფერი. ჩვენ ადამიანები, აი მე პირადად საკმარისი ჭკუაც მაქვს, ნიჭიც მაქვს, აი ყველაფერი მაქვს საკმარისი, თუ მექნება ჯანმრთელობა, ყველაფერს მოვახერხებ და სულ მინდა რომ უთხრა ყველას რომ მთავარია ჯანმრთელობა. ქალბატონო მარიკა, ნახეთ, თქვენთვის, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის თქვენი ცხოვრება მაგალითია და თქვენ ხართ სამაგალითო ადამიანი ყველაზე დიდი გაჭირვების შემდეგ თქვენ დაიწყეთ ადამიანების დახმარება, შველა. ასე მოხდა თქვენ შვილთან. მაინტერესებს ეს რა არის, გენეტიკა, ღვთიური ძალა, სიყვარულია, თუ აი რატომ მოგდგამთ ესეთი რამე? ვერ გეტყვით, ეს თული სათქმელია, უბრალოდ ზოგადად ქართველებს გვაქვს ასე მგონია ნიჭი სხვა ადამიანებზე ზრუნვის. აი არ მინახავს, ხა 38 ქვეყანაში ვარ, მეტნაკლებად ნამყოფი და ნაცხოვრები, მე ასეთი მზრუნველობა, რომელიც ქართულ მე არახა ზედმეტი რაღაც გაკულტება არ მახასიათებს, ჩემი ერის ნაკლსაც ვხედავ და პლუსსაც ვხედავ, ისე როგორც ჩემი თავის ნაკლსაც და პლუს, მაგრამ არის ეს გვაქვს მის მოჭარბებული სხვა ადამიანზე მეტი ზრუნვა, ისე კომპლექსიც იყოს. არ გამოვიცხავ ფსიქოლოგიურ დარღვევაც იყოს, ხანდახან მეტი გაუკეთო სხვას, ვიდრე საკუთარ თავს. არ გამოვიცხავ ბატონო გია, მაგრამ თუ ამაში ქართველი ადამიანი პოულობს თავის იდენტობას და ამით ბედნიერია, რატომაც არა და ჩვენ ვიყავით, მე მგონი ჩვენ უფრო გვაქვს ემიგრაციის სინდრომი. ხა 17 წელი იყო ემიგრაციაში და მე ჩემმა შვილმა ეს ემიგრაცია უკვე გააგრძელა გერმანიაში. იქ გამძაფრებული გაქვს სამშობლოს სიყვარული, ადამიანის სიყვარული, საკუთარი თავის შეცნობის უნარიანობა და სიყვარული, მომავლის სიყვარული, იმიტომ რომ შენ უნდა ამტკიცო, ანუ არ არის საკმარისი იყო უბრალოდ მარიკა და უბრალოდ გიორგი. იმის სხვა ქვეყანაში უნდა იყო ორჯერ მეტი გიორგი, ორჯერ მეტი მარიკა, რომ დაგინახონ, რომ შეგაფასო. ნუ ხა თუ პოჭიკების მცხოვრად ხარ სადღაც სარდაფში, არალეგალურად შეიძლება არ კონდეს დიდი პრეტენზია და გაჭივრებულად მართლა ძალიან ბევრი გადის ემიგრაციაში ამას, მაგრამ პრეტენზია როცა გაქვს ინტელექტუალური, სოციალური ფენის ნაწილი იყო და თან იქედან ემსახურო სამშობლოს. უბრალოდ იქ შედგე კარიერაში კი არა, იმ კარიერით რომ სამშობლოს დაეხმარო. აი ჩვენ ახლა ლეჩხუმში ვაშენებთ სარეაბილიტაციო ცენტრი უნდა ჩემშულს ეს ხდებოდა დაავადებამდე ბატონოგია. მე საქართველოში გავხსნი ადამიანების დასახმარებლად ცანს რომ მოხუცები არ მიატონ ან ჩემშულს რა არ მოსწონდა იცი აი სახლში ყავთ გონიათ რომ ეს დიდი კულტურაა როცა ძიმე დაავადებული პაციენტი ყავს სახლში იმიტომ რომ ეცხვენიათ ჩააბარონ მაგალითად ნევროლოგიურ განყოფილებას რა სიტყვიან შვილებმა დედა ჩააბარეს ამ დროს უშავებენ ამ დროს ვაშავებთ იმიტომ რომ იმას პროფესიონალური მოვლა სჭირდება სხვა საკითხია რომ შვილმა შეიძლება მიაკითხოს პარასკევს შაბათს კვირას ეს არ დაივიწყოს თორე და აი უნდა ასეთი ცენტრების და უნდა ასეთი ცენტრების შექმნა სადაც აი 64-სავით უნდა იყოს ნამდვილად რომ იქედან წამოსვლა უნდა და ადამიანს პირიქით ახალგაზრდასაც კი უნდა კონდეს სურვილი ხანდახან შეუერთდეს იმ განყოფილებას რასაც ქვია გარკვეულ ასაკში ბედნიერების კუნძული. როდის შენდება? ინტერესი გამიჩნდა. ამ წელს გვინდა სექტემბრამდე. მართლა. აი ნახეთ სანამ მე დაიპატიჟა. არა, თავი კი არ დავიპატიჟე, მოურბივარ პირდაპირ. სიმშვიდის ნაწილა. სხვადასხვა ჯანმრთელობა თქვენ სწორად თქვით, არ არის მარტო ფიზიკური ჯანმრთელობის ეკვივალენტი, სულიერი, მენტალური, ფიზიკური და ფინანსური. ხო, ფინანსური. ანუ ესენი ყველაფერი არის ერთმანეთში გადახლართული, თუ ერთი კომპონენტი ამოვარდება, აღარ ხარ ჯანმრთელი. იმიტომ რომ თუ არ გაქვს წამლის ფული, ვერ ხარ ჯანმრთელი. თუ არ გინდა ჯანმრთელობა, ეს მენტალური დარღვევა. თუ არ გაქვს მოძღვრება, რომ ჯერ სულიერი და მერე ხორციელი, შეიძლება კბილი გაიჯანსაღო, მაგრამ ჩამოვარდება თელი ყბა, იმიტომ რომ შენი ფსიქოსომატიკა დაანგრევს მას. რა მაინტერესებს იცით, რჩევებს თუ გეკითხებათ? ანი. მაგ თვალსაზრისით ძალიან ჯიუტი გოგოა.
მე როცა რაიმე მინდა მივახციო ჩემ შვილთან, 3 თვით ადრე ვიწყებ. აი ფერებში იცით თქვენ რომ აი არ გეჯიბრებით ნამდვილად თქვენი სტილი გაქვს, მაგრამ მეც ფერადი ადამიანი ვარ, შავი ფერი არ მიყვარს და ყავს ჩვენ საერთო ნაცნობი ცდილობ შეგვაყარო შავი ფერი, მაგრამ არაფერი არ გამოსდის ჯერჯერობით. და ესე იგი რომ ვიცოდე, შინაგანი ალღო მაქვს რომ მომავალ წელს ტრენდული იქნება ყავისფერი ფერი, მაგალითად. და მე სექტემბერში ანის ყიდულობდი ყავისფერ კაბას. და დედა რა არის ეს, რას გავს მეტყოდა და გაზაფხულზე დედა გახსოვ შენ რომ ყავისფერი კაბა მიყიდე, ხო არ იცი სადდევს. ანუ ჩემ შვილთან ასე იყო საჭირო, მაგრამ გენიალური გადაწყვეტილება მიიღო ბატონგია. იმუშავა რა მედიკოსად ჩვეულებრივ ნევრალგიურ განყოფილებას, სხვათა შორის თვლის თავის დაავადებებთან რომ მქონდა შეხება, შეიძლება ესეც გახდა მიზეზი მას რომ თავში რაღაც გაუჩნდა, ანუ ფსიქოსომატიკაზე გავდივართ და დაინახა როგორ ეპყრობიან იქ რომ აი ქიმიური წამლების გროვას აყლაპებენ და იცით და მე გადავწყვიტე რომ ალტერნატიული მედიცინის აკადემიაც დავამთავრო. არა და 4 წელია ამაზე მუდარები. ანუ თვითონ სანამ არ მივა, შენი რჩევა ილექება, მაგრამ შემდეგ ყვავის. მოკლედ ძალიან ბედნიერი ვარ, აი ყოველთვის მაბედნიერებს თქვენთან ურთიერთობა და მე მინდა ანის ვუსურვო ჯანმრთელობა, ამასაც ისე ვამბობ ახლა რო უსმენ ხოლმე სოციალურ ქსელში, აქეთ ჩვენ ვართ დასამშვიდებლები და მოვიკითხავ და წარმატება მინდა ვუსურო იმ თავის ახალ პროექტთან, ეს ახალი მე და მე ვუსურვებ ყველა ადამიანს აღმოაჩინოს ახალი მე და არ ვიცი, აი მიგულეთ თქვენს გვერდით, იმიტომ რომ იმის გარდა რომ ძალიან მინდა ბედნიერ ადამიანებში ვიცხოვრო, მინდა რომ ჯანმრთელები იყვნენ და მიხარია ვიღაცა რომ რაღაცას აკეთებს თან არა მარტო თავისთვის, არამედ ბევრი ადამიანისთვის. უღრმესი მადლობა რომ მოგბრძანდით და იყავით ჩემი სტუმარი. წარმატება და დიდი მოკითხვა ანის თავისი ოჯახით. გაიხარეთ. დიდი მადლობა და იქაც გეპატიჟებიან. ლეჩხუმში გეპატიჟებით უკვე და კარგია, აი ლეჩხუმში ჩამოვა. ჩემო ძვირფასო რადიო მსმენელებო, Facebook გვერდის მაყურებელო, ტელემ მაყურებელო, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. მიყვარხართ.